ამცირებს ნაოჭებს, აჯანსაღებს თმებს, აუმჯობესებს ფრჩხილის ზრდას, ამცირებს სახსრების ტკივილს. ამ ყველაფერს მოისმენთ კოლაგენზე, მაგრამ დღეს განვიხილავთ რა არის მართალი, რამდენად მართალი, როგორი კოლაგენის მიღება ჯობია, რა დოზით, რა შემთხვევაშია ეფექტური, როდის არის უსაფრთხო და რა უნდა გავითვალისწინოთ. კოლაგენი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში ყველაზე მთავარი ცილა. კოლაგენი გვჭირდება თითქმის ყველაფრისთვის, კანისთვის, თმებისთვის, ფრჩხილებისთვის, სახსრებისთვის, ძვლების და შინაგანი ორგანოების, ანუ თითქმის ყველაფრის შემადგენლობაში შედის კოლაგენი. კოლაგენი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ არის როგორც წებო. თუ კი ჩავთვლით რომ ორგანიზმში ჩვენ გვჭირდება წებო, რომელიც შეაერთებს ჩვენს სხვა ორგანოებს ერთმანეთთან დააკავშირებს, დაახლოებით ესეთ როლს თამაშობს კოლაგენი. კოლაგენი მუდმივად გვჭირდება, რომ მივიღოთ საკვებით. ვიღებთ ცილებით. ცილები იშლება ამინომჟავებისგან, ამინომჟავება და ამინომჟავებისგან იწყება კოლაგენი. პრობლემა სად არის? პრობლემა ჩნდება რომ 20 წლიდან 25 წლიდან ყოველ წელს უკვე ადამიანს აკლდება დაახლოებით 1% კოლაგენი. კოლაგენის სინთეზი მცირდება 1% ყოველ წელს. და 1% ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ წლებთან ერთად ეს დაგროვებითი ეფექტი, კუმულაციური ეფექტი გვაქვს და ადამიანს ემჩნევა ნაოჭები და ფრჩხილები ხდება მტრევადი და თმები იზრდება ნელა და სახსრების ტკივილიც ეწყება. კოლაგენის გამო ძირითადად სხვა მიზეზებით თამაშობს რა თქმა უნდა როლს, მაგრამ კოლაგენის სინთეზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და მაშინ იტყვის ადამიანი რომ არა შეიძლება რომ ნატურალურად მივიღო კოლაგენი მაგალითად ძვლის ტვინის ნახარში რო ამბობენ, ან ქათმის კანი, ან თევზეული. კი, როგორ არა, კოლაგენის მიღება შეგიძლია საკვებით. ოღონდ კოლაგენად არ შეიწოვება და მოხმარდება ორგანიზმს როგორც ჩვეულებრივი ცილა. აი ამისთვის ვინაიდან ეს პრობლემა არსებობს კოლაგენის შეწოვის, ამისთვის შექმნეს კოლაგენის დანამატები, რომელიც ესეთი პოპულარულია. ახლა საქმე რაშია, რომ მიიღებს ადამიანი კოლაგენს და ყველაფერი იქნება კარგად. ერთ შეხედვით ჩანს ესე. მაგრამ კვლევები გვეუბნება რას? კვლევები გვეუბნება რომ თუ მიიღებ დაახლოებით 10 გრამ კოლაგენს დღის განმავლობაში, დაახლოებით 3 თვე, შენი ნაოჭები გაუმჯობესდება დაახლოებით 20%-ით. ზოგი კვლევებით 40%-ით, ზოგით ნაკლებით, ზოგით მეტით, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ყველა კვლევა თანაბრად აჩვენებს, რომ კოლაგენი არის ეფექტური. მეორეს მხრივ კოლაგენის ყველა ფორმა არ შეიწოვება, ჩვეულებრივად შეიძლება რომ გამოყო კოლაგენი, მხნელად გააკეთო, დალიოს ადამიანმა, მაგრამ არაფერი. ამისთვის გამოიგონეს კოლაგენის ჰიდროლიზირებული ფორმა. ამიტომ თუ კოლაგენს იყიდით, უნდა იყოს ჰიდროლიზირებული ფორმით. ჰიდროლიზირებული ფორმა ნიშნავს, რომ დანაწევრებულია კოლაგენი პატარ-პატარა მოლეკულებად, მოკლედ, რომელიც ადვილად შეიწოვება, რომელთაც ადვილად აღდგება მერე კოლაგენი. ასე არ არის, რომ კოლაგენი დალიოს ადამიანმა პირდაპირ კოლაგენად შეიწოვოს, ესე არ არის, მაგრამ ისეთი ფორმით შეიწოვება, რომელთაც ადვილად სინთეზირდება შემდეგ კოლაგენი. აუცილებელი და სასურველია რომ C ვიტამინთან ერთად მიიღოს ადამიანმა, ამიტომ არის ხოლმე რომ კოლაგენი და C ვიტამინი ხშირად კომბინირებულია ერთად. არსებობს ფხვნილები, რომელიც ყველაზე პრაქტიკულია, 3-დან 10 გრამამდე, რამდენიც უნდა ადამიანს დღის განმავლობაში შეუძლია დალიოს, ჩაყაროს ჭიქაში, წყალში, გახსნას, მოურიოს, მოკლედ და დალიოს, ან სმუზიში ან რამეს თუ აკეთებს, შეუძლია მოაყაროს, მოკლედ დალიოს. გაცხელება არ არის სასურველი, იმიტომ რომ დენატურაცია ხდება იმ პეპტიდების დაშლა და ეფექტურობას კარგავს კოლაგენი 70 გრადუსზე მეტზე ჯობია რომ არ გააცხელოთ. კიდე აქვე იკითხავს ადამიანი რომ აბა რომ იყიდება კოლაგენი კაფსულების სახით,
რა განსხვავებაა? იგივეა, უბრალოდ ეს არის რომ კაფსულებში 500 მილიგრამი ეტევა თითო კაფსულაში და თუ კი 10 გრამი გინდა რომ მიიღო 20 კაფსულა უნდა დალიო, რაც ძალიან არაპრაქტიკულია. ამიტომ რომ ყველაზე პრაქტიკულ ფორმად მიიჩნევა მოკლედ ფხვნილის დალევა. თუმცა ფხვნილის გახსნილი წყალში, თუმცა კაფსულებიც ძალიან პრაქტიკულია იმ მხრივ რომ თუ მაგალითად დაბალ დოზას ვსვამ, მაშინ კაფსულები მოკლედ ძალიან ხელმისაწვდომია წამოსაღებად და რომ არ გახსნა ამ ყველაფრისთვის მოკლედ კაფსულებსაც აქვს თავისი როლი. სხვა მხრივ, მაგალითად, თუ ადამიანი იტყვის რომ ფრჩხილებისთვის როგორ ჯობია, რა ჯობია, ან თმებისთვის, მაგ შემთხვევაში 3 გრამ კოლაგენს ვსვამენ ხოლმე დღის განმავლობაში, რამდენიმე კვირა ჭირდება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას, აი მსხვერპლად ფრჩხილები, ვისაც აქვს ხოლმე, ძალიან მაღალ ეფექტურია, ანუ ადამიანების 80%-ში ფრჩხილების პრობლემას აგვარებს თუ კი კოლაგენს რეგულარულად იღებს. თმებზეც, ოღონდ თმებთან დაკავშირებით უფრო ცილის ეფექტი აქვს ვიდრე კოლაგენის, რამე კოლაგენს განსაკუთრებული როლი ის რომ თქვა თან თმა მოყავს ან ესეთი არა, მაგრამ ჯამურად თმის გაჯანსაღებაში ღებულობს ნამდვილად მონაწილეობას, შესაბამისად ამ მხრივ ეფექტურია. კოლაგენის დრო როდის ჯობია მიიღოს ადამიანმა დილით თუ საღამოთი, უმეტესად დილით, თუმცა არ აქვს კონკრეტული რეჟიმი, რო ვთქვათ, რომ ან დილა საღამოს ესეთი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პრაქტიკა ზოგადად არის ხოლმე რომ მიიღება დილით. აქვს თუ არა მნიშვნელობა საკვებთან ერთად თუ საკვების გარეშე, დიდი მნიშვნელობა მაგასაც არ აქვს, თუმცა ზოგადად უბრალოდ ადამიანის უმეტესობა წყალში ხსნის და სვავს, ვისაც გემოსთან და არომატთან პრობლემა არ აქვს. და გემო და არომატზე რა ვიცით და რაშია საქმე? მოკლედ, ორი ძირითადი სახის კოლაგენი გვაქვს. ერთი არის ბოვაინს ეძახიან, რომელიც მიიღება ხარისგან, ძროხებისგან მოკლედ და მეორე სახის კოლაგენი არის ზღვის კოლაგენს ეძახიან, ზღვის მიიღება თევზებისგან. განსხვავება რა არის? განსხვავება დიდი არაფერიც არ არის, მაგათ შორის გარდა იმისა, რომ ეს ზღვის უფრო პატარა პეპტიდებადაა დაშლილი როგორც წესი და ადვილად შეიწოვება, მაგრამ თუ ჰიდროლიზირებულ ფორმას იყიდის ადამიანი ამ მეორენაირ ძროხების კოლაგენს, ეგეც ჩვეულებრივ შეიწოვება, დიდი განსხვავება არ არის. ნუ წყლის ზღვის კოლაგენი წარმოდგენილია უფრო პირველი ტიპის ფორმით, ის პირველი და მესამეთი. ეხლა რა განსხვავება ამ ტიპებს შორის? ზოგადად პირველი ტიპის კოლაგენი არის ყველაზე, სამი ტიპის გვაქვს კოლაგენი. პირველი ტიპი არის ყველაზე მთავარი, 90% ჩვენ ორგანიზმში რაც კოლაგენია, პირველი ტიპია. ჩვენ ორგანიზმში ყველაზე ჭარბი რაოდენობით ცილებს შორის კოლაგენი. ან კოლაგენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცილა. და პირველი ტიპი კიდე ყველაზე ბევრია კოლაგენებს შორის. მესამე ტიპი და პირველი ტიპი გვხვდება ერთად მოკლედ. მეორე ტიპი უფრო მეტად გვხვდება სახსრებში. და ეს პირველი და მესამე ტიპი კანში, ძვლებში, სისხლძარღვებში, ყველგან პრაქტიკულად. ამიტომ როცა ვამბობთ რომ თქვა ზღვის კოლაგენი თუ ხარის თუ ძროხის კოლაგენი თუ ჰიდროლიზირებული ფორმა იმშობა არა აქვს, რასაც ღებულობთ, ორივე გვჭირდება, ორივე აუცილებელია და ორივე ეფექტურია. აი აქ არის ერთ-ერთი მცირე სხვაობა სახსრების შემთხვევაში. სახსრების კოლაგენს რო ვამბობთ, სახსრების კოლაგენი არის მეორე ტიპის კოლაგენი, ანუ ის არის პირველი და მესამე, რაც კანისთვის და ბერებისთვის რაც გვინდა. სახსრების არის მეორე ტიპის კოლაგენი. მეორე ტიპის კოლაგენი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ სხვა მექანიზმია. იქ თუ ვამბობთ, რომ მაგალითად რაში მონაწილეობს ეს კოლაგენი, როგორც საშენი მასალაა, ხო? რომ იმისთვის რომ ელასტინი, კოლაგენი დაასინთეზიროს ორგანიზმმა და კან შეუნარჩუნდეს ახალგაზრდული ფორმა, გასწორდეს ნაოჭები, ან ფრჩხილების სინთეზი მოხდეს უკეთესად, ან თმების
მაგრამ სახსრების შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს. მოკლედ ეს ავტოიმუნური მედიაციით გამოწვეულ ანთებას ამცირებს მეორე ტიპის კოლაგენი. ამიტომ არის რომ დაბალი დოზით 40 მილიგრამით გამოიყენება ხოლმე მეორე ტიპის კოლაგენი. ეს არ არის როგორც ამ შემთხვევაში როგორც რაღაც მაღალი დოზა, როგორც საშენი მასალა, ასე არა. ეს ამ შემთხვევაში ავლენს როგორც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და ანუ სხვა ტიპის კოლაგენია, ამიტომ სახსრებისთვის სხვა არის და თუ ორგანიზმისთვის კიდათ მთლიანად ეგ სხვა არის. კოლაგენზე არის ხოლმე კიდე აი კრემები რომ არის კოლაგენის რამდენად ეფექტურია და რამდენად კარგია ასეთი კითხვა. კარგი არის რაღაც დონეზე თუ ეგეც ჰიდროლიზირებული ფორმა, აი რაღაც დონეზე შეიწოვება, მაგრამ მისი შეწოვის ხარისხი არის დაბალი. ამიტომ არა უმეტესად კოლაგენს სვამენ ადამიანები და ესე იღებენ, ვიდრე კანზე წასასმელი სხვა მაგალითად C ვიტამინის შრატი ბევრად უკეთესი მოქმედება აქვს, ვიდრე თქვათ კოლაგენის წასმას. კოლაგენი ჯობია დასალებად. ჯობია უფრო მეტად ხრნილებით მიიღება C ვიტამინთან ერთად, რადგან C ვიტამინი თამაშობს კოფაქტორის როლს კოლაგენის სინთეზისთვის ჩვენს ორგანიზმში არის მნიშვნელოვანი. აქვს თუ არა მნიშვნელოვანი რამე გვერდითი ეფექტი კოლაგენს? არა, უმეტესი ადამიანისთვის საერთოდ არ არის პრობლემა და ჩვეულებრივ მიიღებს თვეების განმავლობაში, ზოგჯერ წლების განმავლობაშიც. კოლაგენი უნდა დალიოს ადამიანმა ხანგრძლივი დროით, რადგან ასე არ არის რომ თქვათ კოლაგენის რაღაც მარაგი აიღოს ადამიანმა და მერე ყველაფერი იყოს კარგად, ასე არ ხდება. კოლაგენი მუდმივად უნდა მიიღო, იმიტომ რომ მუდმივად იშლება, წარმოიქმნება, როგორც ჭამა გვინდა ყოველ დღე, ასე გვინდა მოკლედ კოლაგენიც ყოველ დღე. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მისთვის ღირს რა თქმა უნდა. 3-6 თვე არის ხოლმე მინიმუმი რა დროითაც ადამიანები იღებენ კოლაგენს, მერე შეიძლება თქვათ რაღაც პერიოდი შეისვენო, მერე ისევ მიიღო და ასე ჯამში ხანგრძლივი დროით მიიღება ეფექტისთვის, რადგან კუმულაციური ეფექტი აქვს, დაგროვებითი ეფექტი აქვს და ამით არის მნიშვნელოვანი. კოლაგენს რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები აქვს თუ არა? არა აქვს გვერდითი ეფექტები მნიშვნელოვანი, თუ არ ჩავთვლით ალერგია ზოგადად აი ხორცის მიმართ და ესე ცილის მიმართ თუ არა აქვს ადამიანს რამე გამოკვეთილი, კოლაგენის მიმართ ძალიან იშვიათია. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ხშირად არ გვხვდება. ერთი რისკი არის აი ზღვის კოლაგენს თუ იყიდით, მაგალითად ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ იყოს კარგი ბრენდის, რადგან შეიძლება დაბინძურებული იყოს მძიმე მეტალებით. ზოგადად ზღვის პროდუქტები, თევზეული მაგალითად დაბინძურებული შეიძლება იყოს მძიმე მეტალებით და ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ძროხის კოლაგენი შეიძლება იყოს და ნებისმიერი ხორცი შეიძლება დაბინძურებული იყოს მინერალებით და მეტალებით, მაგრამ ზღვის პროდუქტებს უფრო მეტად ახასიათებთ. ამიტომ როცა ბრენდს ირჩევ, უფრო რეპუტაციული, მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდი უნდა იყოს, ხო? მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ ბრენდებს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ზოგადი პრინციპი ესეთია ხოლმე, რომ არჩიე ცნობილი ბრენდიდან, ცნობილი ბრენდს ზოგადად მეტი გამოცდილება აქვს, მეტი რეპუტაცია აქვს, მეტი კვლევები ტარდება ხარისხზე, ან თუ არაცნობილი ბრენდს ირჩევ, მაშინ შეგიძლია ნახო ხარისხის კონტროლი როგორ ხდება და მესამე პირის სერტიფიკატები თუ აქვს ხარისხის კონტროლზე. ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი კოლაგენის არჩევა. და კიდევ ხშირად შეგვხვდება დისკუსია, ჟელატინი არის იგივე თუ არა კოლაგენი, რადგან ჟელატინი კოლაგენისგან მიიღება. კი, ერთი და იგივეა, პრინციპულად ერთი და იგივეა, ოღონდ ერთი და იგივე ეფექტი არ აქვს, რადგან ჟელატინი კოლაგენისგან მიიღება, ეგ მართალია, მაგრამ ვინაიდან არაჰიდროლიზირებული ფორმით არის, ჩვეულებრივად როგორც ხორცი გიჭამია, აი ეგრე შეიწოვება. კოლაგენს, ამიტომ ჟელატინის მიღებით არ ნიშნავს იმას, რომ იღებ კოლაგენს, თუმცა რაღაც დონეზე ორგანიზმს ეხმარება, მაგრამ ეგრე ეფექტური არ არის, როგორც თვითონ კოლაგენის მიღება.
ასევე კოლაგენი არ უნდა განვიხილოთ როგორც ცილების ერთადერთი წყარო, რა თქმა უნდა ზოგიერთი ამინომჟავით განსაკუთრებით მდიდარია, მაგრამ ცილების შემცვლელი არ არის, ანუ ცილის მიღება მაინც მნიშვნელოვანია, ხორცის მიღება მნიშვნელოვანია, ანუ სრულ შემცვლელად არ გამოიყენება, თუმცა ორგანიზმს მნიშვნელოვნად და დიდწილად ეხმარება. აი ეს იყო რაც კოლაგენზე უნდა იცოდეთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ეს იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ და არხის განვითარებას ხელს შეუწყობთ, ან დააკომენტარეთ, ან გააშიარეთ. მოკლედ რაიმე აქტივობა არხზე რომ განახორციელოთ, არხის განვითარებას ეხმარებით და ამისთვის მადლობელი ვარ. მადლობა რომ გაინტერესებთ.